კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, iVideo.jim, ასევე Maxis IP ტელევიზიით, 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. 4 დეკემბერს პროექტის თაობიდან თაობამდე ფარგლებში გრიბოიდოვის თეატრში კონცერტი იმართება. პროექტის თაობიდან თაობამდე მეორე ნაწილის მიზანი გახლავთ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარება, ასევე იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებსაც პროფესიონალ სპეციალისტებთან წვდომა არ აქვთ. ჩვენ ამ პროექტის პირველ ნაწილზე ვისაუბრეთ ზაფხულზე და ახლა უკვე უშუალოდ 4 დეკემბრის ღონისძიებაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ჩვენ სტუმრებთან ერთად სიამოვნებით მივესალმები ქალბატონ ნატო დავითულიანს, პროექტის თაობიდან თაობამდე ავტორს და ნუცა ჯანელიძეს, მუსიკალურ პროდიუსერს დილა მშვიდობისა ქალბატონ. იმედია, კარგ განწყობაზე ხართ, მით უმეტეს კარგ პროექტზე უნდა ვისაუბროთ და მოდით ქალბატონ ნატო, ჩვენ ისე დავამშვიდობეთ ზაფხულზე ერთმანეთს, რომ ვთქვით, რომ აუცილებლად დაგვიბრუნდებოდით კვლავ სტუდიაში და ასეც მოხდა. ერთი ნაწილი დასრულებულია, რომელიც მოიცავდა რეგიონებში, რაიონებში, ქალაქებში ძალიან საინტერესო ახალგაზრდების აღმოჩენას და ახლა მეორე ნაწილის დროც დადგა. რა არის 4 დეკემბრის ღონისძიება, რომ მოგვიყვეთ ამაზე? მივესალმები სრულიად საქართველოს, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. ჩვენ 4-ში ვაკეთებთ ახალი საკითხების შემოგვაქვს. ახალი თემები უამრავია სხვათა შორის ეს და არც ერთი ღონისძიება ჩვენი ერთმანეთს არ ემსგავსება. იმიტომ რომ აი ამ მუშაობაში წარმოიქმნება ხოლმე რაღაც ისეთი რომ ახალი და საინტერესო თემების შევეხოთ. რაც შეეხება სიახლეს ხომ თქვენ აი ესე ვამატებთ პოეზიას, ეს ძალიან მნიშვნელოვნად მეგვაჩნია. ხარში გვიდგას მწერალთა კავშირი, ბატონ ერეკლეს აღლიანს ვთხოვეთ, რომ ეს კუთხე მოგვიწესრიგოს ეს თემა და მოწვეული ყავს აკადემიკოსი, ენათ მეცნიერი, ბატონი ავთანდილ არაბული, რომელიც განმარტავს მოგეხსენებათ საქართველოში ყველა კუთხეში თითქმის სხვადასხვაენები იყო ოდითგანვე, მაგრამ ეს დაიკარგა სხვადასხვა მიზეზების გამო და შემოგჩა ეს ლიტერატურული ენა, ქართული რა თქმა უნდა, სვანური, მეგრული და ლაზური. მაგრამ დიდი საშიშროება აიმის რომ დაიკარგება ეს ენები და ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას. ჩვენი ღონისძიება არა მარტო გართობის საქმეს და ემსახურება იმას, რომ ჩვენ მხოლოდ გამოვაჩინოთ ნიჭიერი მომღერლები, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს შემეცნებით საკითხსაც მოიცავს და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. იმიტომ რომ ჩვენი სურვილია რომ მივაწოდოთ თაობას ის, რაც საუკუნეების მანძილზე იყო და არ მოეშალოს ის განწყობა, რომ აინტერესებდეს სიძველე ჩვენი ქვეყნის ენებშიც, სიმღერებშიც, აკრავებშიც, თუნდაც სადღეგრძელოებშიც, იცით რა მთელი ფილოსოფია და კულტურა იყო ჩანერგილი ამ სადღეგრძელოებში. ანუ ყოფის გაცოცხლება უნდა მოხდეს, როგორც მე ვატყობ. ქალბატონ ნუცასთან გადავალ შეკითხვით. ქალბატონ ნუცა, რაც თავი მახსოვს მეც და მე მგონი ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც, მუდმივად გაქვთ შეხება ახალგაზრდებთან, ცდილობთ რომ მათ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ, გაზარდოთ ისინი პროფესიულად. ამ პროექტის მუსიკალური ნაწილის შესახებ მინდა კითხოთ, რა უნივერსალურობა აქვს მას, რით გამოარჩევთ სხვა დანარჩენი პროექტებისგან? საკვანძო სიტყვა აქ იყო ახლა უნივერსალური. მართლა უნივერსალური მონაწილეები ყავს, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი კი არის, მაგრამ აი თქვენ მიხვდებით რატომ ამბობ. შარშან მაგალითად პირველ სერიაში ამ კონცერტებისა ჩვენ გამოვიყვანეთ ადამიანი, ქალბატონი, უშგულიდან 80 და აღარ ვიტყვი ქალების ასაკის ამბავი იცით თქვენ 80 და ზევით. ეს ქალი თვითონ მოემსახურა თავის თავს, ანუ დაუკრა თვითონ და იმღერა. მე მოგვიყვა ისტორია ამ სიმღერით, მაგას შემდეგ კარგად ქალბატონი ნატო მოყვება რა ისტორია ქონდა ამ სიმღერას.
მეორე ქალბატონი ყავდა უკვე იმას შემილია რომ თქვა 93 წლის. 103. ვაიმე 103 ბოდიში ეს ელენე აბაშიძე. მართლა 103 წლის ქალბატონი და სცენაზე გამოვიდა არა თუ მარტო მეტყველება ქონდა გამართული და სიტყვების ყველაფერი იმღერა კიდევაც და იმღერა ხმებში რასაც მე ძალიან ყურს ვგდებ ხოლმე ყოველთვის არა მარტო ისეთ პირველი ხმა ეხლა თქვენც რო იმღერებთ არამედ მეორე ხმა რომელსაც ჭირდება ყური მოკლედ აი ეს კულისებში გაშტერებულები უყურებდი და ბავშვები მოვიყვანე ვინც მონაწილეობდნენ ჩემთან ახალგაზრდა აი ესე მეუბნებოდი თან იმღერა ამ ქალმა მინუსზე ასე ვთქვათ ცოტხლად და მეორე მხრივ კიდე ეს უნიკალურობა იყო ის რომ ჩვენთან გამოვიდნენ ახალგაზრდა ბავშვები არ იყო სწორი ისა მაგრამ ხო ხდებით რასაც ამბობ ახალგაზრდა მომღერლები ჯერ მომღერლებიც არ ქვიათ მაგრამ უნდათ რომ იყვნენ შემსრულებლები და ერთი იყო გოგონა რომელსაც აქვს შესანიშნავი მონაცემი, შესანიშნავი გარეგნობა, მაგრამ არანაირი ის არა აქვს ჩვევები, წესები, რაღაცა ესეთი. მაგრამ მაინც გავრისკეთ და გამოვიყვანეთ. იმღერა ნორმალურად, ანუ თავის თავს თვითონ გაუწია თანხლება. მეორე იყო ძალიან კარგი ბიჭი, ბატონი დავითი, რომელმაც იმღერა კვარტეტთან ერთად. და იმანა მათ ცოცხლად იმღერა იმანაც. ეხლა ძალიან ბევრს შეიძლება უშუალო ხასამ ცოცხლად სიმღერას, მაგრამ ზოგჯერ არის რომ თხოვოს ეს. თავი მახსოვს სულ ამაზე აქ ხარაკი, იმიტომ რომ ჩვენ გადავიტანეთ ის პერიოდი, როდესაც ეკრანზე და სცენაზე ადამიანები მხოლოდ პირს აღებდნენ ხოლმე და ფონოგრამა თქვათ თავის როლს ასრულებდა. მაგრამ ერთი πატარა გადახვევას გავაკეთებ ბოდიში. იცით რა არის ადგილები, სადაც არ გამოვა ცოცხლად სიმღერა. აი ქუჩაში რო არის ღონისძიებები იქ სადაც მით უმეტეს ბავშვები თუ მონაწილეობა კულისებში დარბიან, დახტიან, ხალ შნურს გამოდებენ ფეხს და გაითიშება ყველაფერი. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის, ნანოტექნოლოგიების ეპოქაში ჩემონუცა ისეთი შესაძლებლობებია, ჩვეულებრივი უსმენო, როგორც თქვენ ამბობთ, ყური რო არა, ისიც კი ამღერდება. გაიგებ, მაგრამ აქ არის ავთენტიკურობაზე ლაპარაკი ადამიანებზე, რომლებსაც თქვენ არჩევთ მაღალმთიან რეგიონებში და აძლევთ შესაძლებლობას მათ შორის პროფესიული ცოდნა მიიღონ, გამოცდილება იმ სპეციალისტებისგან, ისეთი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისგან, როგორიც თუნდაც ქალბატონი ნუცა. მოდით ვისაუბროთ მთავარ მიღწევებზე, რაც ამ პროექტს აქვს. პირველ რიგში იცით რა, ეხლა უცებ მომივიდა ეს თავში აზრად კი არა, ამას გძნობ, რომ ძალიან ბედნიერები არიან, სადაც მივდივართ. აი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ნიჭს ყოველთვის უნდა გამოფენა, გამომჟღავნება, მით უმეტეს ბავშვებში. ეხლა სხვადასხვა რო ჩავდივარ რეგიონებში, შევდივარ სკოლებში. ერთადერთი თუ არის ხელოვნების სკოლა, მაგრამ ამ აღამთიანში და მცირედ დასახლებულ უბნებში ძალიან ჭირს. ნაკლებად შესაძლებლობები აქვთ იქ და სხვა პირობებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე კეთდება რეგიონებისთვის, მაგალითად უშკულში შევედით საშუალო სკოლაში, გადასარევი ბავშვები ესეთი აზრიანები, ცოტანი არიან 32-ია სულ სკოლაში, მაგრამ რომ შევედი ხატვის კაბინეტში, ქალბატონი შორენა დევდარიანია პედაგოგი, არაჩვეულებული ქალბატონი, გამოჭედილი იყო მთელი ოთახი ნახატებით, ბავშვებს იქაური პეიზაჟები აქვთ დახატული, იქაური რაღაც იქ სხვანაირად აზროვნებენ და უყვართ ძალიან, მაგრამ მათ ხონდათ რომ ვიღაცა მისიამონოს მათი ნამუშევრით შეაფასოს. ჭუაზე არ იყვნენ ეს ბავშვები. მე შევხედე რომ ზოგს არა აქვს იმის საშუალება რომ დაუშვათ საღებავები შეიძინოს ან რაღაცა და მოვახერხეთ ის რომ გაუგზავნეთ რაც შეგვეძლო. არის სოციალურად დაუცველი თუ არ არის სოციალურად დაუცველი, ფიზიკურად შეიძლება ვერ ახერხებს მშობელი ან იმ წუთში ან თვლის რომ ეს ჭირდებათ მოკლედ ძალიან ჭირდებათ ასევე სპეციალისტები ვოკალში, ინსტრუმენტების დაფლობაში. არ არის ყველგან ამის საშუალება და უნდა მევაქციოთ ყურადღება აუცილებლად. მე მაგალითად ჩემი
წრიდან რო ვთხოვო ვინმეს რო წავიდეს რთულია იქ 9 თვე და 8 თვე თოვლია ვერ გაჩერდები ადამიანი ან რა უნდა მოგცენ ისეთი რომ წახვიდე მაგრამ ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ ყველგან იყოს იმის განვითარება რომ ბავშვს ემღერება კარგად ვამღეროთ ეცეკვება კარგად იცეკოს დაეუფლოს თავის ქვეყნის წინაპართა ხელოვნებას და გადაიტანოს ის მომავალთაობისთვის აუცილებელია ეს მე ამაზე ვფიქრობ ისეთ ვინც მოგყავს ჩვენ პროექტში და ვისაც ასე ვთქვათ ვიშვილებთ ასე ვეძახი უკვე რომ ჩვენი შვილები არიან რომ მაგ უკვე კომუნიკაციები და მინდა რომ დავეხმარო იცით ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი რომელიც სადაც ახლა თუ არ მიხვედი ვერ გაიგებ და ამიტომ მივდივართ ამიტომ ნახულობთ ჩვენ ახლა ძალიან ცოტა რეგიონები გვაქვს მოვლილი ვააპირებთ არავინ იფიქროს რომ ჩვენ მხოლოდ იმერეთზე რაჭაზე სვანეთზე ვფიქრობთ ჩვენ აუცილებლად წავალთ აჭარაში აუცილებლად სამეგრელოში გურიაში კახეთი ჩვენი კახეთი და ასე თიანეთი და ყველგან ვაპირებთ მისვლას რა ვიცი როგორ შევძლებთ მაგრამ ვართ ისე მომართული კი კაპიტან ნუცავ როდესაც აი ამ თაობებთან გაქვთ შეხება და ერთის მხრივ თქვა სცენაზე ახალგაზრდა როგორც თავად თქვით მომავალში ალბათ რომელიმე ცნობილი მომღერალი დგას ან თქვა უხუცესი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ასევე ამ პროექტის სახელს თაობიდან თაობამდე ამართლებს რას ხედავთ ეს არის გენეტიკური კოდი თქვა რაღაცა ნიჭი განსაკუთრებული რომელიც შესაძლოა არსებობდეს და მე მგონი ავის ყოველ მეორე ოჯახში მღერიან და თან მეორეს მხრივ დაიჭირო ის გამორჩეულობა, ის განსაკუთრებულობა. შესაძლებელია ვთქვათ, აი ეს აღმოჩენები მუსიკალური თვალსაზრისით აკეთოთ, ან რა ყოფილა ყველაზე ისეთი შთამბეჭდავი თქვენთვის, რაც დღემდე გახსოვთ ამ პროექტის ფარგლებში. ამ პროექტის ფარგლებში ყოფილა ის, რომ სრულიად, აბსოლუტურად ბავშვი იქ ისინი ჩამოვიდნენ თიდან, ხო იცით? ეხლა ცოტა უტრირებასავით გამომდის, მაგრამ აი ესე ისიდან ჩამოსული თიდან იყო ის ჩვენი ანი, რომელიც რო გითხარით თვითონ დაუკრა გიტარაზე და მშვენიერი გოგოა. გარეგნობითაც კარგია, ხას უსვავ, იმიტომ რომ თვალი ჭამს და თვალი სვავს, ხო იცით? ქართველია და. მაგრამ რო გარისკა და რო იმღერა, ეხლა შეიძლება კიდევ ამბობ რაღაცას ცოტა ისე, მაგრამ აი თავის ეზოს იქეთ, ან სკოლის დარბაზის იქით რო არ უმღერია, თავისი სკოლის დარბაზის იქით და უცება აქ ამხელა ფილარმონიაში. ეს მისთვის არის დიდი ნაბიჯი უკვე. თქვენი როლი, თქვენი კოლეგების როლი რაში გამოიხატება? იცით რა, ჩვენი როლი არის იმაში, რომ როდესაც ბავშვს უნდა რომ ხედავს რომ რაღაცა მონაცემი აქვს და უნდა რომ აი მე მინდა ეს ვიმღერო. აი მინდა არ გამოვა. მინდა სხვა არის, შემიძლია სხვა არის. ამიტომ მეუბნებით რა თქმა უნდა, ნატომ ქაჩავს, წყნარად უთხარი, მშვიდად უთხარი, მაგრამ მე მინდა უთხრა რომ მაქსიმალისტია. კი, მაგრამ შეგიძლია ეხა შენ ეს აი ესე შემიძლია უთხრა, მაგრამ ესენი შეძლო ლუკამ გენაცვალე. კი, ხოდა. ამიტომ მე თანდათან მე ონლაინით ვისმენ ხოლმე. ხშირად და მეუბნები რომ აი იქ ცოტა ისქენი, აი ის გააგრძელი ის ადგილი, ეს ისქენი, ეს ისაქენი. ეხა სცენაზე რას გამოიწევს, ეგ უკვე მისი და ღმერთის გადასაწყვეტია, ხო? მაგრამ თავში ხო ჩაიბეჭდა ეს რაღაცა. ალბათ შემდეგ სიმღერას რო აიღებს ან რაღაცას გადაწყვეტავს, პატარათი აი ერთი პატარა მიზერით გაივლის ეს მის თავში. ესე იგი პროექტის მიზანი ასევე განსაკუთრებულად წარმოაჩინოს ქართველური ენები, სვანური, მეგრული და ლაზური და ასევე დაგეგმილია კონცერტის დროს სამივე ენაზე შესრულდეს ლექსები და სიმღერები. აბა, არც მეტი არ ეს ნაწილი როგორ მოაგვარეთ, ეს აგვიხსენით. ეს კალათონი ნატოს გადაწყვეტილება, რომ აი ამ ენებზე ესეთი მუშტი დარტყვით. ხო? არაფერი იცით ზუსტად ავიღეთ ის მხარეები, ანუ მეგრულ სიმღერას ვღერის აბაშელი გოგო. ეხლა მეც კი ვიმღერებ რაღაცას. მეგრული ნანა. ჩემი მეგრელი იყო და ვიცი, მაგრამ ჩემი სხვა იქნება, ის გემრიელობა იქნება მისგან. ასევე ყავს ლაზური სიმღერის შემსრულებელი. ოღონდ ხო ძალიან ორიგინალური მომღერალია, არც მეტი არც ნაკლები მაია ჯაბუა.
რომელაც უნდა იმღეროს საყვარელო მამულო. აი ეგ. მაგრამ ლაზურ ენაზე. ეს ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნება. და სვანურად აქვს ლექსები ქალბატონ ნატოს, მოგროვილი სიმღერები, ხალხურები. და ამიტომ ნახოთ როგორი გაგრძელება იქნება ამ ყველაფერს. ენებთან დაკავშირებით ვამბობ. უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანების ნახატები და სხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც შედგება. აი ესე ჩვენ რო შევდიოდით სკოლებში და საზოგადოება გავიცანით, მივხვდით რომ ეს ისეთი ნიჭიერი ხალხია, ზოგ სხვათა შორის ერთი აღარ ქონდა სახში ნიმუში, მაგრამ ძალიან კარგი გობელინების და ფარდაკების და იმის ხსოვ, მაგრამ იცით რა, როგორც ვატყობ რაიონებში ვინც არის და ზოგს გამოფენა გაყიდვა უფრო აინტერესებთ, იცით, მაგრამ ჩვენ რაღაცა შემოსავლის წყაროა და ვფიქრობ, რომ იმდენად მოთხოვნადია მაგათთვის. პირველი კითხვა იყო ხოლმე გამოფენა გაყიდვით იქნებაო და კაცრავად, მაგრამ რაღაცა არ გვეფიქრე ამაზე და შეიძლება გავაკეთოთ დიდი გამოფენები, ძალიან საინტერესო ნამუშევრები აქვს, ზოგს თოჯინები აქვს ნაკეთები, ზოგს ტყავისგან რაღაც საინტერესო ნივთები აქვს აკეთებული, ნახატებიც არის, რა თქმა უნდა. აი ჭიათურიდან გვყავს ქალბატონი მაია ყემალაძე, ის ცნობილია სხვათა შორის ლოკოკინებისგან აკეთებს სასწაულ ნაკეთობებს რა და ვეფხის ტყავოსანი აქვს ჩუქურთმებში გაკეთებული დიდი და ჩახატულია მთელი ვეფხის ტყავოსანი, საოცარი ნაშრომია და ნუ არის საინტერესო ნივთები როგორც რკინით ისე სხვადასხვა ხის ნამუშევრები, ინსტრუმენტების დამზადებული, ვინც ამზადებს ძველ საკრავებს და ამ შემდეგ ეს პირველი ნაბიჯია ჩვენი, მაგრამ ვიფიქრებთ ჩვენ იმაზეც, რომ ეს ხალხი გზამთარში იმ პირობებში რომ რაღაცას ქმნის, იქნებ შემოსავალიც მიიღოს და ამით ისიამოვნოს, რატომაც არა ხომ? მე ცოტა ვიკავებ ამაზე თავს, მაგრამ რატომ? ყველა მეუბნება რომ რას ამბობ, მოგყავს და იქნებ ესე იგი რა ჯობია ზამთარში ბუხართან გარეთ რო ბარდნის შენ რომ შენი ხელსაქმით ხარ დაკავებული თუ მუსიკალური ნიჭიც გაქვს რაღაცას ღიღინებ, მე მგონი ამაზე უკეთესი პეიზაჟი არ არსებობს და თქვენ ადამიანები რომლებიც ცდილობთ რომ აი ეს ვთქვათ პროცესი უკვე კონკრეტული ერთი ადგილიდან წამოიღოთ და ვთქვათ დიდ სცენაზე საზოგადოებას ანახოთ. მთავარი მიზანი მაინც რა არის ამ პროექტის? რა მოლოდინები ქონდათ თავიდან, როდესაც მასზე იწყებდით მუშაობას და აი რა შედეგზე გახვედით ახლა? მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვაკეთებ ახალგაზრდა ქართველებისთვის, რომ ჩვენ როგორც გავიზარდეთ როგორი წინაპრების პატივისცემით და მოვდივართ, დიახ, მე მინდა რომ ეს გააგრძელდეს ახალგაზრდა თაობისთვის, ჩვენ უკვე ვაკეთეთ რაც შევძელით, შევქმნით ქართული ოჯახები, ქართული ლიტერატურა გვიყვარს, პოეზია გვიყვარს, ყველაფერი, მაგრამ ეხლა ძალიან სხვა დროა. ჩვენ გამოგვყავს ეხლა ბავშვები, ყოფილი მოსწავლეთა სასახლედან მხატვრული კითხვის ბავშვები, ისინი გაგველამაზებენ საღამოს, ბევრი ლექსები აქ არ იქნება, ლექსები მხოლოდ ლექსებს წაიკითხავენ მხოლოდ გამოჩენილი პოეტები, თითო სვანური, მეგრული, ლაზური, ქართული და ბავშვები და ძალიან უხარიათ, იცით როგორ უხარიათ, რომ სცენაზე გამოვლენ და თავის ნის გამოვა და ის თავისი ტექსტი და იქ რო აკადემიკოს ნახავს და იქ რო ბატონ ერეკლეს ნახავს და ბატონი გიორგი ანდრიაძე იქნება ცოცხალ ლეგენდებს რო ნახავს და საუბარს მოისმენენ, ეს არის ჩემთვის მიზანი, იცით, იმიტომ რომ ძირითადად ყველაფერი კეთება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენ ის კარგი ქართველობა, ის წესი, ის რიგი, ყველაფრის ეს ქრისტიანული თვისებები, გვარის ისტორიები და ყველაფერი უნდა გაღვივდეს ბავშვებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩავითრევთ ახალგაზრდობას და გადავალთ იმაზე, რომ აი ვინ როგორ უკეთესად აითვისებს ამ სიძველეების ინტერესს და ახალი სიმღერებიც გვაქვს, ახალი ქალბატონი ნანა იამანიძე ქუთაისიდან, სხვა შორის კარგი ცნობილი სიმღერები აქვს შექმნილი, ჩვენ რუბრიკაში შედის ეს სიახლეები, ახალი სიმღერები
და ჩამოაქვს ორი ახალი სიმღერა ქუთაისიდან. მუსიკალური ნაწილი როგორი იქნება გაუტონუცა თქვენ გითხარით? მე ხო ყველაფერი თუ მოუყევი არ გამოვა, მაგრამ კონცერტის მაყურებელი ვიქნებით რეალურად. ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ გავაკეთეთ ორი სახის ხელოვნების ნიმუში შევაერთეთ. სიმღერა და ამ სიმღერის დროს ცეკვა. ანუ ეს არ არის სამეჯლისო, ეს არის ქართული ცეკვა დადგმული. ძალიან კარგი ანსამბლის მიერ ეს გახლავთ ცეკვის კოლექტივი, ცეკვის ანსამბლი მცხეთიდან და ორი ძალიან კაი გოგონა, რომელიც იმღერებენ ამ სიმღერას ახლა არ მინდა ვთქვა. არის ძალიან საინტერესო შემსრულებელი ბიჭი, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში არ ქონდა ნამღერი და მთლად ევროპაში ქონდა ნამღერი და მთლად მუსიკალურ სპექტაკლში. ანუ ეს ბიჭიც, რა თქმა უნდა, ჯერ ქართულ სიმღერებს აუცილებლად, მერე იმღერებს ამ ერთ-ერთ სიმღერას. ნუ მაიას ამბავი იცით, შაბანი მამედოვი იცით, ვინც გამოვა. კიდევ არის რამოდენიმე საინტერესო ნომერი. მაგრამ რა მინდა ვთქვა, იცით რომ ყველა ეს ნომერი, რომელიც მზადდება თუნდაც ფოლკლორული, ხა მე ხო არა ვარ ფოლკლორის მცოდნე, მაგრამ ისეთი მონდომებულები არიან, ქალბატონ ნატო სულ გზავნიან თავის ვიდეოებს, გაკვეთილებიდან, ამ კოლექტივის მეცადინეობიდან. არჩევანი დიდია. ნატო მე ჩამიდევ, ნუცა ნახე. ხო, გააღვივეთ მოკლედ ეს სურვილი. ხო, ძალიან მშობლე. ეხლა რა მინდა დავამატო. ნახეთ, მე მგონი მართლა ზუსტად ეს რაღაცა დედაშვილური ურთიერთობაა გაზიარებით. იცით რა მინდა ვთქვა, პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა, მე არ შეიძლება არ ვამთავრებთ გადაცემას, მაგრამ ხო, რო არ ვთქვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არ არის ეხლა რაღაც აუცილებლობის გამო ნათქვამი რომ უნდა ვთქვა. მართლა გეფიცებით ყველაფერს, თუ არ არის გვერდში დგომა, ხო იცით გვერდში დგომი თუ არ ყავსო. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა, ამჯერადაც უნდა უთხრა. თუ თქვენ იტყვით? თქვით, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ერთი ვართ. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს უნდა უთხრა მადლობა და ქალაქის მერიას უნდა უთხრა მადლობა ჩვენი გვერდში დგომისთვის, იმიტომ რომ თუ არა მათი ყურადღება, ალბათ ვერ დარბაზი ვერ გვექნებოდა და კიდევ ბევრი რაღაც სხვა. შეიძლება რომ დავამატო, ჩვენ გვეყოლება ამბროლაურიდან ახალი დათუნიკას ხირტლაძე. ხო, თუ გახსოვთ, რომ ცეკვავდა. ეს დიახ, ესეც დათუნიკა ნაცავი მისი და ისე კარგად იცის რაჭის კუთხური, ყველა სოფლის სიმღერა და ცეკვა. ყოფადობაა კიდე საინტერესო რა, თან ერთიანია, ფლიანი და თან როგორი ავთენტიკური და გამორჩეული ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი. აი რაჭაში ცოტა ეს გუდასტვერი ხო ცოტა მივიწყებულია, როგორც ჩემ ბაშობაში ძალიან ხშირად ასრულებდნენ გუდასტვირზე და სიურპრიზ გვიმზადებს მოკლედ თავისი კუთხური მონაცემები. ასევე საჩხერიდან ყავს კვარტეტი, რომელიც შეასრულებს მივიწყებული უბრალოდ რამიშვილის სიმღერებია, რომელიც არ ჩანს ისე და მერე დაღუპვის მერე მიუცია მეუღლეს და იმღერებენ ორ სიმღერას, ქალაქური სიმღერებიც საინტერესოა ზოგადად ვაპირებთ მერე ჩართვას, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ ღონისძიებაზე ძალიან ძნელია ყველაფერი, რომ ასე მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ შეხვედრას გავასამებთ, უკვე მეორედ ხართ და მესამედაც მოგიწევთ და მოსულა აქ და საუბარი უკვე ახალ პროექტებზე, ახალ მიმართულებებზე და ახალ შესაძლებლობებზე. დიდი მადლობა მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მოგწონს თქვენი ინტერიერა, ეხა უყურებ ეკრანზე და ძალიან ლამაზია. ჩვენ ძალიან მოგწონს. თუ შეიძლება რომ გითხრათ, რომ ჩვენი კოლექტივი, ანუ ვინც ვართ, შეკრული ვართ, გაბატონი ნუცა, ეს ჩვენი სიამაყე, რეჟისორი ყავს არაჩვეულებრივი ლადო ჯანელიძე, ჩემი მარჯვენა ხელია, ხშირად ვამბობ ამას, დღეში 100 ჯარო კავალბათ და ნუ არ ვიცი. და ჩვენი ღონისძიების წამყვანი ბატონი ნიკა წოლუკიძე, რომელიც ძალიან შეყვარებულია ჩვენ პროექტზე და მოკლედ ველოდებით მაყურებელს. წარმატებებს გისურვებთ 4 დეკემბერს პროექტის თაობიდან თაობამდე ფარგლებში გრიბოედოვის თეატრში მოკლედ კონცერტი გაიმართება. რომელ საათზე იწყება ღონისძიება? 8-ზე, მაგრამ არ გამოგჩეს რომ ჩვენ გამოფენას გვაქვს 12 საათიდან იქ იქნება ხელნაკეთი ნივთების ფოიეში გამოფენა, ვისაც უნდა მოვიდეს და ვისაც უნდა კონცერტის წინ დაათვალიეროს და კონცერტზედაც მოვძანდება. ბილეთები იქვე იყიდება სალაროში და
ბილეთი ჯიზედაც თუ მოასწრებენ კიდევ კარგია. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ნატო დავითულიანი პროექტის თაობიდან თაობამდე ავტორი და ნუცა ჯანელიძე პროექტის მუსიკალური პროდიუსერი საუბრობდა. პირდაპირ ეთერში მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის.